დიდი მადლობა თამარ ბაღაშვილი საუბრობდა ქუთაისიდან პირდაპირ ეთერში. სესიისათვის პარლამენტის ახალ შენობაში ყველაფერი მზადაა. სხდომათა დარბაზში ტექნიკური აღჭურვა გამართულია, შემოწმებულია ყველა დეტალი. წითელი და თეთრი დარბაზი საქართველოს დროშის ორ ფერშია გაფორმებული. რამდენად მზადაა საკანონმდებლო ორგანო პირველი საზეიმო სხდომისათვის ამჯერად ნატა მახულაძე საუბრობს პარლამენტიდან. პარლამენტის შენობაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე დასრულდა მოსამზადებელი სამუშაოები. ახლა მიმდინარეობს ტექნიკური დეტალების შეთანხმება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, იქ სადაც აღლუმი ჩატარდება. თქვენ ახლა კადრში ხედავთ, რომ ტრიბუნები უკვე მოწყობილია. აქ ცოტა იმყოფებოდა ჩინოლოგიის ყველა დეტალი. რაც შეეხება პარლამენტის შენობას, იქ უკვე ყველაფერი მზად არის, როგორც წესი, ჩვენთან საუბრისას რამაზ ნიკოლაიშვილმა განმარტა საზეიმო სხდომისთვის მზად არის სხდომათა დარბაზი, თუმცა მიმდინარეობს სამუშაოები სხვადასხვა ფლიგელებში, იმისთვის რომ ოქტომბერში შენობა სრულად დასრულდეს. სულ რამდენიმე საათი დარჩა აღლუმამდე და მე მაყოფილი ვარ, რომ ზედმეტი მოძრაობის გარეშე ყველაფერი დასრულებულია, დალაგებულია და ველოდებით იმ საათს, როცა ეს ყველაფერი უნდა დაიწყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, აბსოლუტურად მზად არის როგორც პარლამენტის შენობა, ასევე დარბაზი, ასევე ყველა კომუნიკაცია შემოწმებულია, ასე რომ ველოდებით სტუმრებს ევროპაში ძალიან ბევრი პარლამენტის მაგალითის შესაბამისად დავაპროექტეთ ეს დარბაზი და შესაბამისად აღჭურვილია ყველა თანამედროვე ტექნიკით, რომელიც საჭირო რომ კომფორტულად იმუშაოს პარლამენტარმა აუდგომლად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მოკლედ ძალიან ბევრი სიურპრიზი ელოდება თვითონ პარლამენტარებს, როცა თავის სამუშაო ადგილებს ნახავენ დღეს. მოძრაობის გარეშე შეუძლიათ რომ მიიღონ ნებისმიერი ინფორმაცია თავისი მაგიდის მეშვეობით და იმ ტექნიკური აღჭურვის მეშვეობით, რომელიც დამონტაჟებულია უთანამედროვე ტექნიკაა დამონტაჟებული, რომელიც მისცემს საშუალებას აბსოლუტურად ყველა დოკუმენტი, რომელიც მან შესაძლებელია მუშაობის დროს დაჭირდეთ პირდაპირ დარბაზშივე მიიღონ და ამოვოთ პირდაპირ ეკრანზე. ეს არის განსაკუთრებული დღე. დღეს ქალაქ ქუთაისი ხდება საპარლამენტო დედაქალაქი, ამ სტატუსს ირგებს ეს ქალაქი. დღეს იხსნება ახალი პარლამენტი, პარლამენტი სადაც გაიმართება პირველი სხდომა, საზეიმო სხდომა. ამის გარდა დღეს ტარდება სამხედრო აღლუმი. ეს არის ისტორიული დღე ამ ქალაქისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი მოვა, გაწონებული ვარ. განწყობა არის საზეიმო. ეს ამ მოქალაქეებში, ვისაც გაუვლია დღეს ქუთაისის ქუჩებში, ყველა დაინახავს ამ განწყობას. ამის გარდა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება ამ ქალაქში, მათ შორის ისტორიული უბნების რეაბილიტაცია, მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც ეხება კერძო სექტორის დაინტერესებას ამ ქალაქის მიმართ, რომელიც ეხება სასტუმროების სელის გაფართოებას, კაფეების გაფართოებას. ეს ყველაფერი ხელს შეუწყობს ერთადერთ რამეს, ეს არის რომ ეს ქალაქი ხდება საპარლამენტო დედაქალაქთან ერთად, ხდება ქალაქი, სადაც ყველა დიდი პრობლემა, რომელიც ამ ქალაქს ეხებოდა, ეს არის უმუშევრობა, სოციალური პრობლემები, ამ ქალაქის ნაბიჯ შეტავებრივად გადაწყვეტა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის შენობის გახსნა იგეგმება საღამოს 5 საათზე, ვინაიდან ჩატარდება საზეიმო სხდომათა დარბაზში და ამის შემდეგ 6 საათი არის დაგეგმილი აღლუმი, აქ უკვე მოსახლეობა იკრიბება, ხალხი დიდი ინტერესით აკვირდება მზადების პროცესსაც და ცოტა ხანში მოწყობას დაიწყებენ ასევე სამხედრო აღლუმისთვის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები და სამხედროები.